მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. შეგახსენებთ ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა თითოეულ თქვენთაგან უპირველესად მადლობისთვის. და დღეს იქნება რჩევა და წინ გეტყვით ერთ-ერთ რაღაცას. ვინც ხართ და ცდილობთ ამ ენერგიებში შემოსვლას. ზოგი დამწყები, ზოგი რაღაც ვერ ჩამოყალიბდა და ჯერ რა უნდა სიტყვაზე ზოგი კი ბატონო რაღაც დონეზე იცის შეისწავლა ხო? შეიძლება არ აქვს რამე ძალა, ჯერ აზრი არ აქვს თუ ძალა არ გაქვს რიტუალების ტარებას და შეგიძლია უბრალოდ მაშინ ინფორმაციული კუთხით წარმართო შენი გვერდი ამ შემთხვევაში. მაგრამ ამბიცია ეს ისეთი სცენია, ამბიციამ მოდი ასე ვთქვათ, ზუსტად გაგხადა ცოდვიშვილები. მოდი ასე გეტყოდით მე ამ საკითხს. და ამბიცია და ამბარტამება. რაც შეეხება ნახეთ, აი აქ მე გეტყოდით ასე ჩასაფრებულები ვისგან რა მოიპაროთ, ჯერ ერთი ეს მოპარვის რიტუალები, რასაც კრადნიკებს ეძახიან. არის ძალიან სახიფათო იმ ხრივ რომ აქ შესაძლებელია პირდაპირ ჯანმრთელობაზე დაგარტყათ. მე არ ვიტყვი, არ დავასახელებ კონკრეტულად რა არის ეს, რომელი ორგანოა შეგნებულად. მაგრამ მაგას აქვს ასეთი შედეგი. მით უმეტეს, როცა პრაქტიკოსიდან რაღაცას იპარავთ. თუ კი ადამიანმა მით უმეტეს წმენდები რაღაცა ეძის. მერე კიდე ყველასთვის შეხება არ შეიძლება. პრაქტიკოსი კი არ თუ გინდა ერში ყოფი ადამიანის ყველაზე შეხება არ შეიძლება, იმიტომ რომ ზოგიერთები არიან ჯერ ერთი დაცვაზე საუბარი ეს ხო, დაცვა აქვს ადამიანს და რაღაცა და ეს სხვა თემა არ არის პრინციპში, მაგრამ როცა დაცვა აქვს ადამიანს, რა თქმა უნდა, ეს უნდა იცოდეთ მაგის მოხსნა მაშინ, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი არის ხალხო რჩეული და ესე თქვენ ითვისებთ, იპარავთ, მაგრამ ის არის რჩეული. ჯერ დაცვების მოხსნა თქვენ მასე ადვილი ნუგუნიათ, ვის რა დაცვა აქვს გააჩნია. და მე ნამდვილად არ გასწავლით ახლა აქ როგორი იხსნება, რა თქმა უნდა, ვიცი და ყველა ვიცი თანაც. და მე შემიძლია თქვენ ესეთებს დაცვები მოხსნათ. მაგრამ ეს ერთი, მაგრამ მეორე ის რომ ადამიანი რჩეულია, ამის დანახვა უნდა შეძლოთ. თვითმარქვია რჩეული კი არა. სამყაროდან და ბუნებიდან. მე იმ რჩეულებზე არ მაქვს საუბარი, ესა რა ქვია, ნაფხოკიალები ცხოვრება რომ აქვს. ანუ გულისხმობ იმას, რომ ყველაფერი როა გადატანილი ცხოვრებაში. ეს რჩეულებში არ ითვლება. ადამიანი, რომელიც შედარებდი რა, შეიძლება ყველაფერი არ გქონდეს ადამიანს, ან პირადი არ გქონდეს, ან ავიცი წარმატება რაღაცა არ გქონდეს, ხო, ახლა და ესეც კიდე რატომ არ აქვს, საკითხავია. მაგრამ თვითონ თუ მოინდომებს, რადგან რჩეულია, ესეც ექნება, რომ იცოდეთ. მაგრამ ნახეთ, ეტყობა მაინც რჩეულ ადამიანს.
იმიტომ რომ ბევრი თუნდაც მაგით ცდილობთ, მაინც არ გამოგდით. ნახეთ, რა ვიცი, ზოგი მამიკოთი, ზოგი დედიკოთი, ზოგი რაღაცეებით ცდილობს და მაინც არ არის, ვერ არის ის. ამ შემთხვევაში ესეთ ადამიანს შეიძლება კი დაუშაოთ რაღაცა, მაგრამ საზღაური არის ასმაგი. ჯერ ვერაფერს დაუშავებთ. შეიძლება ცოტა, რა ვიცი, ესეც გააჩნია ახლა, რა ვიცი. თლად ვერ დავდებ თავს, მაგრამ ნახეთ, ჯერ ვერაფერს დაუშავებთ, მაგრამ თუ დაუშავებთ, იცოდეთ, რომ საზღაური გექნებათ ასმაგი. ასეთ ადამიანის გარჩევა, ადამიანის ასეთის, უნდა შეძლოთ, ისწავლოთ. ეს შეიძლება იყოს ჩვენ სფეროშიც, მაგები, პრაქტიკოსები, ტაროლოგები და შესაძლებელია იყოს ერშიც, ჩვეულებრივი ერის კაცი. მაგრამ ხალხის სცენი რა არის, ახლა მე გეტყვით. რჩევაში შედის ეს ინფორმაციას და გაშლასაც გავაკეთებთ, ბევრს ლაპარაკო არაფერი არ არის. ადამიანები ვერ ხედავენ ესეთ ადამიანს სწორად. ძალიან იშვიათად, ცოტა ხედავს, ცოტა რომ იცოდეთ. იმიტომ რომ თუ ჩაიცვა, დაიხურა, ფიქრობს რომ ვიღაციდან აქვს, განათლება რამე თუ იმას ფიქრობს რომ რაღაც ვიღაციდან აქვს, ვინ არის ეძებენ, ოღონდ ვერ პოულობენ, მაგრამ ვიღაცა არის კაცო. მისი გონება იმდენად დაბინძურებულია ჯერ ერთი. ვერ დაინახავ ესეთ ადამიანს სწორად. დაუშვათ ნებისმიერი რამე შეიძინა თუ რაღაც ვიღაციდან აქვს, ან საყვარელი ყავს, შეიძლება არც არავინ დაუნახიათ რეალურად მის გვერდით. და ზუსტად იციან, რომ ამ ადამიანს თავიც არ გაუბრუნებია გვერდით, მაგრამ მაინც ასე ამბობს. იმიტომ რომ ვერ წარმოიდგინა მეტნაირად ვერ ხედავს. ჯერ ერთი ეს უკვე მისი აზროვნების საკითხია, რომ მეტნაირი ფიქრი არ შეუძლია. და არ შეუძლია დაინახოს თუნდაც სამყაროდან, ღვთიდან რა გწამთ, რა გჯერავთ, რჩეული ადამიანი. ეკლესიაში შევიდა, ისიც ვერ დაინახა. დაუშვათ, ძალიან მორწმუნეა, შეიძლება ძალიან, რა ვიცი, მარხვაზე ყველაფერს ვერ ხედავს ამას, ფიზიკურად ვერ ხედავს. აქ რომ მივიდეს ტაროლოგთან, სწორ ინფორმაციას ვერ აკრიბავ ასეთ ადამიანზე. ზუსტად ეს რჩეულის ხვედრი ესი არის, რომ იცოდეთ. და ზოგჯერ როგორ არის, იცით, ადამიანები ბევრი წუხს, იმიტომ რომ არ აქვთ გაცნობიერებული თავის რაღაცა, აი მე ჩემი სიკეთე ვერ დავანახე, ის ვერ დავანახე. თქვენ რაც საჭირო იყო, დაანახეთ და ამ შემთხვევაში თუ გამორჩეული ადამიანი, რაც საჭიროა, იმას დაინახავენ. იმ დროს მეტი აღარ არის საჭირო. ის თქვენ საკეთილდღეოდ, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება ვერ შეამჩნიოთ, რატომ დაიფარეთ, ეს არის დაფარვა ხალხნო. რატომ ხარ ამ დონეზე დაფარული? ამას თქვენ ვერ მიხვდებით, ეს იცის, ვისგანაც ხართ თქვენ რჩეული. სამყარო რჩეული ხარ, ღვთის რჩეული ხარ, რაც გწამთ. ზოგს ახლა ღმერთი წამს, ხო, ღმერთიდან რჩეული. ზოგს სამყარო მაღალი ძალები უნება და რა ვიცი ესეთ რაღაცებს ამბობს სიტყვებში, ხო? აი ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. და თქვენ ასეთ ადამიანს რო ესე მივარდებით და ეს რა ქვია, ეს იგივეს ნიშნავს. ახლა მოდი ასე ვთქვათ, მეფეს რო შეუვარდი ან პრეზიდენტს, ხო ხდებით ახლა კი, მეფის ჩამოვარდნაც ხდება და პრეზიდენტის გადადგომაც. მაგრამ ეს კიდე ნახეთ სახელმწიფო და პიროვნული ესეთი წოდებები იმ შემთხვევაში ინგრევა, თუ მან უკვე შეცოდა და შეცდომები დაუშვა. რომ იცოდეთ. მაგრამ ღვთის რჩეული ადამიანი მაინც ღვთის რჩეულად რჩება, რომ იცოდეთ. ასე რომ
თქვენ არ ხართ დარწმუნებული რომ ახლა ამ ადამიანმა მაგხელა შეცოდებები და რაღაცა შეცდომები იქნება არც დაუშვა. არის ადამიანებს ვერ დაუშვათ ახლა მეზობელი ქვეყნის ამდენი ხანია არის სათავეში და ვერ მოჭამა ერთი ადგილი. ხო, მე ახლა იმას არ განვიხილავ ის ღმერთიდან არის თუ ეშმაკიდან ზოგადად. მაგრამ ასე ხდება. თქვენ რას ფიქრობთ, მეფეები რატო გადაშენდნენ და ბაგრატიონთა გვარი რატო ესე იმასქნა, იმიტომ რომ შეცდომები დაუშვეს. და ის კურთხევა და ის რაც იყო ღმერთიდან ეს დაკარგეს. ეხლა ვითომ ცდილობენ რაღაცას და ჯერ ერთი ეს გვარი არ არის ქართული, მოდი ასე რომ ვთქვათ, ქართული წარმომავლობის და არც ერთი მეფე ქართველი არ იყო. გენი ქართველი არც ერთი არ იყო, მაგრამ ეხლა მეფეები იყვნენ. საქართველოს დიდებული. გვარები არც ერთი არ არის ქართული, რომ იცოდეთ. და შესაბამისად ვეღარ აღიდგენენ მაგ ძალას, ძალიან ცდილობენ, მაგრამ არა, მაგ გვარი არა. ყოველ შემთხვევაში რომ აღიდგინონ, იქ სხვა რაღაცები უნდა გააკეთონ. ეს ეზოთერიკული კუთხით არ გულისხმობ. და მანამდე კი იცით რამდენი დავუშვათ თუნდაც დავით აღმაშენებელი ახლა აღმაშენებელზე გადმოვიდეთ აგით რამდენი ომი მოუგია სიტყვაზე აიცი ერეკლე მეორეს რამდენი ომი მოუგია ნახეთ ეს არის ზუსტად ის რომ ის იყო იმ დროს დალოცვილი კურთხეული ღვთისგან რჩეული ეს რჩეული ხალხი დღესაც არსებობს ქალებშიც კაცებშიც და ყველგან აქაც ჩვენთანაც ეზოთერიკაშიც ცოტა ახლა უცნაური შედარებები გავაკეთე მაგრამ აბა როგორ გავაკეთო შედარება ახლა ეზოთერიკოსი ვინ არის რჩეული თუნდაც ვანგაც რჩეული იყო თქვენ რა გონიათ თუმცა მე მის ცხოვრება და ბიოგრაფია არ ვიცი მაგრამ ამახლა ის შესაბამისად თუმცა ვანგას მართლა არ ვიცი ბიოგრაფია და რა როგორი იყო და ვერ გავაკეთებ რას იცით შედარებას ხო და რაც ვიცი იმაზე გიგეთებ შედარებას აი აქედან და ეხლა თქვენ ჯადოქრებს და ესენგეს არ იცნობთ ხო ესე ვიღაცისთვის ცნობილი კი ბატონო მაგრამ მაინც ესე მასიურად ხალხში არ არის ელემენტარული ფსიქოლოგიურად არ არის ხალხი ძლიერი იმიტომ რომ აი სურათს რაღაცას რა თქმა უნდა მივხვდი რომ ვაზიარებ დავუშვათ სურათი არის ქალბატონის რაღაც ესეთი შავი ფორმა აცვია ხლა მენტალიტეტიც მე ისეთი მაგაღწრდილი ქუთაისში შავი ფერის მეტი ჩემ დროს მით უმეტეს არ იცოდნენ ეხლა შეიძლება ცოტა გაფერადდა და სხვა სიტუაციაა მაგრამ მე 90-იანელების ვარ და ხანაირად მახსოვს ყველაფერი და რა თქმა უნდა მე არ დავდივარ ყოველდღიურ ცხოვრებაში მაგრამ ალბათ შეიძლება ესეც არის ხო მაგრამ რისი ეს მინდა გავაკეთო ახლა რაღაც არის რომ ის მომწონს თუ მხიბლავს თუ სიამოვნებს თუ რა რომ გავაზიარე მივხვდი რომ ბევრმა ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურად ჩემს სურათებს სტატუსებს ბევრი არ აქცევს ყურადღებას ბევრი როგორ აიცი წამშალად ამბლოკა მაგრამ ბევრი მივხვდი რომ ფსიქოლოგიურად ვერ გამიქაჩეს ელემენტარული უბრალო სურათები ახლა არ ვიცი აქ როგორ გაჩვენოთ მეორე მობილური არ მაქვს მოტანილი რომ განახოთ რას გულისხმობ ჩვეულებრივი სურათები რა რამე ან ნახე მახინჯის სახიანი შმაკის სახეები ესე არა ესეთებს არ გულისხმობ უბრალოდ ქალბატონი დავუშვათ გვირგვინით თავზე დავუშვათ ქალბატონი ყორანით იცით რომ აქ ყორანი მიდევს აი ჩემი ყორანი მოჩანს ხო და ეს ამას კიდე თავისი ისტორია აქვს ჩემთან რატომ მიდევს აქ რაც დევს მეორე გატყდა მამალი გატყდა ხოთაშორის დამჩა დედალი ამას თავისი ისტორია აქვს რატომ მიდევს აქ და
მოყოლილი მაქვს, თუმცა ის ჩანაწერი შეიძლება არც გახსოვთ. ეს არის ბავშვობის სიმბოლო. მოგიყვებით ბარემ. ესე გაშლა გამოდის აღარ შედგება. მაგრამ ესეც გასათვალისწინებელი ინფორმაციები არის. სამკურნალო სანატორიუმი ესე იყო, მოკლედ, რაღაც მჭირდებოდა ცოტა პრობლემით კი არ დავიბადე, მე შემეყარა კაციების ნიადაგზე და ასთმა რომ არ ჩამოყალიბებულიყო, კურნალობდნენ ჩემი მშობლები. და ამ სანატორიუმში ახლა ჩემს გარდა ბავშვებიც იყვნენ რაღაცა და ვიყავით და ერთ ღამეს ესე პალატაში ვიწეკით 4 გოგო. 2 უფროსი იყო, 2 პატარა გოგო და ამ გოგოებმა მოინდომეს რაღაც სექსუალური გართობა. შემოგვაჯეკითო ის მე ეს არ მომეწონა, ბავშვი ვიყავი მართალია, მაგრამ სადღაც პირველი მეორე კლასელი, მაგრამ არ მომეწონა, დავითრგუნე, არ მივდი, მოდი მეუბნებიან, არა, არ მივდივარ, მეორე გოგო დაიმორჩილეს. მოდი, არ ვიმაშვები. მე ვთხარი, ახლა დავაბრახუნებ მეორე გვერდზე იყო ისა ბიჭების ოთახი. და ბიჭები გამოვლენ ახლა თქო. აიტეხენ სიცილი, ნუ მოკლედ ესე მავიწროებდი და იმდენად დავითრგუნე, დავჯექი ჩემს ლოგინზე მოკუნტული, ესე მუხლებ მოკეცილი რო დაჯდება ბავშვი და ტირი ვარ, დავიწყე ტირილი. მომენტალურად დაიწყო წვიმა. საშინელი წვიმა, ბუქი ამოვარდა, მომენტალურად ქარეშხალი და შჭექა ქუხილი, ეს ყველაფერი შეეშინდათ, რა თქმა უნდა, ეს პატარა ბავშვი, რომელიც იყო ჩამოხდა მათი ლოგინდა და გადაიფარა ეს, რა ვთქვათ, საბანი თავზე, დიდი სქელი ფარდები არ იყო ოთახში. ამათაც ცოტა დაფრთხენ, მაგრამ ისეთი ჩამონისლა, ჩამოწვა რაღაცა, ჩამობნელდა და მომენტალურად რო გაელვა, ამ დროს გამოფრინდა საღაციდან, არ ვიცი მე რა მოხდა იქ, მართლა ჩემი ამბები არის მართლა შოკის მომგვრელი, რასაც ყვები და ერთხელ ერთს რაღაცა ესე რომ მოუყევი, ამ ცხოვრებაში ხდება ეს ამბავიო. ეს არ არის ხალხნო, ასეთ რაღაც როგორ უნდა მოიგონო უბრალოდ. არა. და მომენტალურად ეს ჭექაქუხილის დროს გამოფრინდა, ზუსტად ყორანი იყო, ყვავი იყო, რა ვიცი, ესეთი და შემოასკდა ამ ფანჯარას. ჩვენს ფანჯარას. ამათმა სეირი ნახეს. ყველა ერთი ლოგინის ქვეშ შეძვრა, მეორე ხა მიხვდებით ხო, მაგ ხელა ფსიქიკა, ამას უნდა ძლიერი გონება, მაგრამ მე რა დამემართა, ეს რო დავინახე და მომეხსნა ტირილი, დავმშვიდდი ძალიან. ჩვეულებრივად დავდექი და დავწექი, გადავიფარე საბანი ნორმალურად და ისე გემრიელა დამეძინა. დილამდე ყველა რო ფეხზე იყო და უკვე მზად იყვნენ და რაღაცა მე კარებები იღებოდა იქ რომელშიც ვიწექით პალატის და სასაუზმოდ ჩადიოდნენ დილას ყველა ერთად. ყველა მზად იყო და მე ლოგინში კიდე გაკოტრიალებული ვიყავი, გემრიელად მეძინა. გაღვიძებასაც შეეცადენ, უბრალოდ იმდენად ღრმად ძილში ვიყავი, ესე ჩათვალით, რომ ყველა მელოდებოდა. და ისეთაც ნახეთ ამ ამბის უკვე როგორი წვიმა დაიწყო, თორე ამას ვინ მოყვებოდა იქ. ამიტომ ეს ჩემს მეხსიერებაში ისე ჩარჩა და მახსოვს. და როდესაც თანაც ეს არის, ნახეთ, არ მოგცემს უფლებას სიმართლის მცველი, ასეთაც გვია, მოდი ასე რომ ვთქვათ, ტყუილით საუბარის უფლებას. და სხვათა შორის მედიუმები წესით, თუმცა არც ერთ მედიუმთან მე ყორანი არ მინახავს, ძალიან რო გამოხტებიან, აწი შეიძლება კი ამ ვიდეოს. მაგრამ ახლა მე მედიუმობას არ ვაწობი პრინციპში. არ ვეწვევი. თუმცა მიცვალებულებთან ძალიან დიდი კავშირი მაქვს, რომ მიცოდეთ.
და შესაბამისად ეს ყორანიც იმიტომ არის აქ განთავსებული საპატიო ადგილას ეს ობსიდიანის არის ის ქართველის დამუშავებული ქართველი ну რა ვიცი რა ქვია მაგათ უკაცრავად ну ქართველის ნამუშევარია და ვიყიდე სპეციალურ შეკვეთით არის დამზადებული ის დიდი ყორანი ასეთი მნიშვნელობა აქვს იმიტომ არის აქ განთავსებული მაგრამ ეს წამოყვა რჩეულებზე საუბარს ნახეთ მე რა თქმა უნდა ჩემ თავზე არ ვსაუბრობ მე ვსაუბრობ ზოგადად მაგრამ როდესაც ესეთ რაღაცას მიმართავთ ვინმეს მიადგებით დასაზიანებლად უნდა გაითვალისწინოთ ის კი არა რომ თვალები არ უნდა დაგეცოთ როგორც ოქროსზე არის ოქროს რო დაინახავს ადამიანი და შეიძლება ჩვეულებრივად გაუაროს გვერდი ამ ოქროს ანუ სიტყვაზე მოძებნოს ვისი არის დაპოსტოს რამდენიც არის ხო პოსტავს მაგრამ ზოგიერთი ჯიბეში ჩაიდებს გააქანებს გაიქცევა და ამ დროს შეიძლება დაწყევლილი ოქრო იყოს გზაში კი ბატონო შეიძლება და ძალიან დიდი ნეგატივი ოქროს მოყვება ძალიან დიდი ნეგატივი ზოგადად რომ იცოდეთ ყიდვის დროსაც ლომბარდებიდან და იმგენიდან როცა ყიდულობთ აუცილებლად უნდა გაასუფთავოთ ის ეზოთერიკულად დაასუფთავოთ რომ ის ნეგატივი არ გადმოვიდეს თქვენზე აუცილებლად შავ ნაჭერსით შეახვიოთ გარკვეული დრო და ესე იგი პირდაპირ გეუნა წამოიგობსოთ თითზე აი ეგ მომენტი არის ეს არის უკვე ადამიანის სიხარბე დაინახა წარმატებული ან ესეთი რაღაცა ადამიანი ხო მოეწონა მისი ენერგიები ისე და არიქა მინდა დატაცებაზეა და ნუ რას უკაცრავად დატაცებაზე მე ხვიშტი გაქვთ მერე საიდანაც ვერ გამოხვალთ ასე ადვილად კი რა საერთოდ სასჯელად გექცევათ ამიტომ ვინც ესე მუშაობთ ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებთ ძალიან დიდი სიფრთხილე იმიტომ რომ ბევრი პრაქტიკოსიც გამიგია რა თქმა უნდა არ დავაკონკრეტებ რომ ესეთი ადამიანს როცა არ უნდა შეეხო და შეეხო ეს ამ ადამიანს არ უნდა შეეხო არ გაქვს შენ დაუშვათ ამის ენერგიას არ არის გასატეხი მე რომ მითხრა ერთმა ბედულათმა კიდე ყველაფერი რო იმასა გამინადგურა მისი ჭკვით სანთელზე კითხავი ქვია ზუსტად მაგას და ესა ოღონდ მეო გაგიშვებ ეხლაო შენ მე ძალიან რომ მეხვეწო ნაინც არ გაგწმინდავ თან ესე რომ მეუბნება და გაგიშვებ მე შენ ადგილზე ადამიანთან ვინცო მაგრამ არ უთხრა ჩემი სახელი იმიტომ რომ ხომ იცითო აქ კონკურენცია და ჩათვლის ისე და ვითომ მე კი გავაკეთებ მაგრამო მაგრამ ეს არ არის ხალხურ გასატეხი თუ რაღაცას თქვენ დაუშვათ ვერ გააკეთოს ამ ადამიანზე არ შეიძლება შეხება, ესე იგი არ შეიძლება შეხება. სიხარბე მკვლევნად ძლიერთ, არ აქვს მნიშვნელობა, ეგ გასაწმენდია, სასიყვარულო რიტუალია, მოსაპარია, იპარათ თუ რა შვებით. იპოვეთ სხვა ადამიანი, მაგრამ საერთოდ მე თუ მკითხავთ მოპარვა და გრადნიტები ესეთ რაღაცები თქვენ არ გჭირდებათ. თქვენ რო ვითარდებოდეთ სწორად თელს დედამიწაზე. ძალიან დიდი რესურსია თქვენთვის მოიპოვოთ აი იმ სხვა ადამიანებიდან კი არა სამყაროდან ეს რესურსი დედამიწა არის ჩათვალეთ მართლა ოქროს საბადო მაგრამ აი ეს არის სწორად როცა ვერ ვითარდება ადამიანი მაშინ მუშაობს ის კრადნიკებზე და შემდეგ ისევ საკუთარ თავს და საკუთარ ჯანმრთელობას იზიანებს. დღეისთვის სულ ეს იყო. მე ვიცი რომ ამას მაინც არ გაითვალისწინებენ, მაგრამ თქვენ ხო იცით მამალმა თქვა. მე ვიყივლებოდა თუ არ გათენდება მაგის კარგიც მოსყანო, ესე არის ეგ თემა. უკაცრავად ეხლა ბოლოში და Facebook-ზეც კიდე სანამ წყევლაზე და გინებაზე არ გადავედი, მანამდე ეს აფჩენილი ხალხი ვერ მოვიშორე. ასე რომ ვინც ამას არ ხართ მიჩვეული და არც ელოდებით ჩემგან ძალიან დიდი უკაცრავად მე ბოდიში.
იმსახურებენ და ხანდახან საჭიროა. Ამისა ბრბოს შემოგერიება, მოდი ასე ვთქვათ. Fake გვერდებიდან და თან ერთი კაცი, დიდი კაცი იყო, მე ეთყობა სხვა გვერდიდან შემოვიდა და აქ თუ მისმენ. კარგ მორწმულოვო. მეთქარ, ჩემგან ისწავლე ეგ სიტყვა მეთქი, სახე მინგრეულო თქო და მე სახე მორწმულო, ესეთ მიპოსტავს. ბიჭუნკელა შენ, კაცის ფიგურა კი გაქვს, მაგრამ ესეთი ტონით ესაუბრე შენ სტოლებს. კარგ მოტყნულოდაც და სახე მოტყნულოდაც და ყველანაირად. შენ ხარ რაღაცა ხარ მათხოვარი, არა კაცი. კაცის ფიგურაში გამოწყობილი. ოღონდ სამწუხაროდ. რა თქმა უნდა დავბლოკე, მაგრამ არაა გამორიცხული, აქ იყოს კიდევ შემოთრეული. მე თუ მოგწერე მაგნაირად და პასუხი მერე შენი ტოლი არ ვარ ნამდვილად. გეკუთვნოდა და მოგწერე. შენ ხარ ჩათლახი კაცი. და რაც შეგპირდი იქ წერილში, იმას აგისრულებ. მუქარა არ იყო, რომ იცოდეთ. ის იყო სიტყვა, რომელსაც 100% შეგისრულებ. და მეტი სადმე არ დამელანდო. შენ ტოლებთან მოძებნე შენი სასტავი და ესაუბრე მას მაგნაირად. თავხედობაც არ ქვია მაგას. და როგორ მეზიზღებ ესეთი კაცი, აი კაც რო შეგეშლება ვის როგორ ესაუბრო, სად როგორ იმასა და მე სხვა ერთი თხო დავბლოკე. მეორე ფეიკი გვერდი შემოვიდა და პასუხობს, რა ქვია მაგას. ასეთ კაც ქვია მათხოვარი. ნაბიჭვარი. შეგერგოს ეს არის ის სიტყვები, რომელიც დაიმსახურე. მეტი უკეთესი დაიმსახურე ჩემგან და დაგემსახურები აწი არა. აწი ერთ არაფერი მაინტერესებს, მე არ ჩინდა არც არავინ ზოგადად, მაგრამ ჩემთან დამსახურებითა ის სიტყვების გამოყენება მამაკაცებთან განსაკუთრებით. ასე რომ არის ეს მე მაგ ქალი არ ვარ. ჯერ კაცმა რო ფეხები დაუბაკუნოს და რაღაცა არა. ჩემთან უნდა დაიმსახუროთ. წავედი ახლა, იმედია ეს ინფორმაციებიც გამოგადგება.